გამარჯობა მეგობრებო UFC 316-ისთვის. ისევ Grounded Pound Georgia ჩვენი prediction-ებით და განხილვებით აქვართ. მიმოვიხილავთ ამ ხუბებს. დიდი ხანია ველოდებით მირაბდვალიშვილის მეორეჯერ კამრის დაცვას. და ნელ-ნელა დავიწყოთ რა UFC 316. აი ეს ნანა ტრიუნისი დადგა რა და მიყვება ესე ხო? წინა ქარდზე რავი რა 1-2 სიტყვით მაინც არა ნუ ერთი ის არის რომ main event-ი უბრალოდ ჩაიშალა ხო რა ანუ main event-ი უბრალოდ ჩაიშალა იმის გამო რომ ეპილეფსიის შეტევა ქონდა მოკლედ მეისი ბარბერს ვინც არიცოდა და ვინც ხო რა ვინც არიცოდა მაინც ეგ ინფორმაციას რო გავაჟღეროთ და მოკლედ მეინად გამროტი კლაინი დარჩა კლეინი დიდი კარდი გვაქვს ხა UFC 316-ზე საკმაოდ ნაადრევი პრელიმებიდან იწყება early პრელიმებიდან მე პრელიმები არის სადაც ორივეგან ბევრი ჩხუბი არის early პრელიმებზე მოდი ხო ესე ანუ ზოგადად ისეთი კარდი არის რომ მან ძალიან ფავორიტები ჩხუბობენ ანუ ანდერდოგები ლოგიკურად 2-3 ჩხუბია დაახლოებით მე მგონი რომ სადაც თანაბრად აქვს შანსები მიცემული და ეს ის შემთხვევა არის როცა ძირითად შემთხვევაში ვეთანხმები რა ამ ფავორიტის სტატუსი იმიტომ რომ მერაბი უნდა იყოს ფავორიტი შემიძლია early პრელიმებზე მედეროსი ჩხუბობს ოკისთან რომელიც ჩაეხსა რამდენიმე საინტერესო ჩხუბი არის თან ახალ newcomers ხდება რა დაუმარცხებელ newcomers რომელიც ბაზაც wrestling-ი არის ასევე ჩხუბობს ადამიანი ვისაც ჟიბლისთან აქვს წაგებული თუ რა გვარი ეს ინდოელი როგორ წარმოიქვის მაგის ყვა ვიზა იძახი რომელზე იძახი ჟიბლი თუ რო არის ინდოელი რო არის ხო ისე ინდოელები არ უქნია მაგასთან წაგებული ხო და მაგასთან წაგებული და რა თქვა ხარ აი ანდერდოგია აქშანსი თქვა საშინელი ჭუბი აი ვიზა იძახი მაგას აუ აი ფოტო გახსენი და ნახავ არა იმ ინდოელზე კი არ ვიძახი ვიზა იძახი ეს ინდოეზია ხო და რომელზე იძახი რა early პრელიმზე საუბრობ ჩემო ძმაო აი ჯეკა ხო ჯეკა სარაგი თავი ხდება რაღაც იუჯუს ეს აი მოუგებს უეჭველი იმასთან წაგებული რო გააქვს ანუ კიდე წაგე ხო მედეროსი ჩხუბი არის ძალიან საინტერესო იმიტომ რომ მედეროსი გამოკვეთილად ნოკაუტერი არის რა ანუ ნოკაუტეთიკებს ან decision-ი მარკ ჩოინსკი დებიუტანტს ხდება სხვათა ხო დაუმარცხებელ დებიუტანტს რომლის ბაზაც არის wrestling-ი და თავის კარიერის უმეტეს შენ არიცი სტრაიკერი wrestling-ს ხო საინტერესო უბრალოდ გადავხედე რა მაგის მოწინააღმდეგეებს და არ ყოლია ისეთი მოწინააღმდეგეები რომ ავანსები გაიცეს დიდი რა თან short notice-ზე ჩახტა ეხა მაგრამ რას ვხვდები იცი ანუ მედეროსი ხო ჩაიხსნა უკისთან ჩხუბს და უკი მიჩხუბა ხო ერთი კვირა გავიდა მედეროსი და უცბად ხო early prelims და ხდება short notice-ზე ჩამხდა ახალ წეულს რა მაგრამ საინტერესო პროსპექტი არის და მით უმეტესობა ჩხუბებს როგორც ითხარი აქ ფინიშით რა საბმითებით მოგებული მეჩაპი საინტერესოა ძირითადად ხო ანუ early პრელიმებიც ნუ მოკლედ საინტერესო ჩხუბებით იხსნება რა მაგრამ ჩემს ახლა უფრო საინტერესო პრელიმები თუ არ გიწყინება ჩემს რა ვილაპარაკებ ყველაფერს welterweight-ია მოკლედ გუსტავსონი ხდება კალინ ვილიამს გუსტავსონსაც წინა ივენტზე უნდა ეჩხობა სხვათა შორის ჯილსთან და ანუ სხვა გუსტავსონია ის გუსტავსონი არ არის რომელმაც რომანდოლიძე დაამარცხა ჯილსმა მასთან უნდა ეჩხობა თუმცა გაუქმდა რატომღაც მე სხვასთან უნდა ეჩხობა კი იმავე ივენტზე თუმცა ის ბევრი გაუქმდა და რომ ერთი წელია არ უჩხუბია თითქმის ეხლა თუ ესეც ჩაიხსნა მე ბოლოს მე ქაოს ვილიამსი და სხვა შეს ქაოს ვილიამსი ძალიან მომწონს რამე ვაცასტაული აქვს და დარტყმაცა ძალიან კარგი ხო და რატო ის ძალიან მაგარი ჩხუბი ეს ორივე არის ნოკაუტერი აუცილებლად ნოკაუტი და ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება მე მგონი რომ ნოკაუტი აუცილებლად იქნება უბრალოდ გუსტავსონს ჩემი აზრით მაინც გაუჭირდება ნოკაუტით მოგება ხო მე მგონი რომ ქაოს ვილიამსი და ნოკაუტებს ხო მე ვფიქრობ რომ გუსტავსონი მოიგებს გაუჭირდება ნახოთ საინტერესო მეჩაპი არის ძალიან მაგარი მეჩაპი არის და კარგი ჩხუბი ამასობაში მე ერთი ინფორმაცია მინდა ვთქვა რომ ლოჩოშუბა გაიტანა გოლი ხო და 1-0 არის კი ბატონო ანერებს ანატგურებს 1-0 გო გამაკვირვე რა გამაკვირვე დინამოს აბაროც იღება კი მოკლედ ქაოსის მოგევას ვფიქრობ მე რა კაი კაცი არის და მაგრადაც იქნევს
გუსტავსონის მოგებას ვფიქრობ, მართლა კარგი პროსპექტი არის. აუ ისე ანდერდოგის ანდერდოგი გუსტავსონი. ხო. ანდერდოგი მოგაკ მაგას იცი. უეჭველი ძმაო. კიდე იცი ჩემთვის რომელი არის heavyweight-ის ერთ-ერთი ჩხუბი არის პივაკი კორტეს აკოსტა. ჩემთვის რა ყველასთვის არის, იმიტომ რომ 316. ხო. ანუ საინტერესო არის იქიდანაც რომ მოკლედ კორტეს აკოსტა მოდის მოკლედ UFC-ში წაგება არა აქვს მოკლედ ამ პიროვნებას და სადღაც შეიძლება მე აწიონა და ბოს ჯონსი ეჩხუბოს. კი. ასპინალის ვარსარი ტყვის უეჭველი. ვარსარი. თუ პივაკთან იწაჭყო. ხო, მოკლედ რა სპივაკი ძალიან მაგარი მებრძოლი არის და აი ზუსტად ის მებრძოლი არის, რომელიც სერიოზულ ტესტებს ატარებს ზოგადად ყველას რა. თან კორტეს აკოსტას და heavyweight-ი არის, თან heavyweight-ი არის და კორტეს აკოსტამ რა ეს წინა ბრძოლები რაც მოიგო, ცოტა ისე მოიგო, რომ დიდად შთამბეჭდავი ჩემთვის არ ყოფილა რა. იმას კი არ ვიძახი, რომ ცუდი მებრძოლია თუნდაც რაღაც რა, უბრალოდ მგონია რომ ნაადრევია. ხო, შთაბეჭდილების ამბავიც არის, ჰევიში რო ჩხუბობ ეგეც არის და თან მგონია რომ არ არის ის მებრძოლი, რომელიც სპივაკისნაირი აი ესეთ მაგარ მებრძოლს მოუგებს რა. მით უმეტეს ნოკაუტერი არის ახლა კორტეს აკოსტა და ჩემეზეთ სანამ ხო, ეგეც შეიძლება. ეგეც შეიძლება კი არა, ეგ მგონია რომ ეგრე იქნება რა. ხო, არ გადავიდეთ, უფრო ბენკერით ჩხუბები მოდის. შენ ფროდ ჩეკს ფიქრობ მურზაკანოვზე? არა, ფროდ ჩეკს ვერ დაუძახებ, მაგრამ ფროდ ჩეკი გამოდის ახლა, იბეირომ თუ მოუგო, ფროდ ჩეკი. ნურგოჟაიზეც ნურგოჟაის ფროდ ჩეკი იყო მე. ფროდ ჩეკი იყო, მაგრამ ნურგოჟაის დებიუტი ქონდა მაშინ, მურზაკანოვს დებიუტი არა აქვს UFC, უბრალოდ ძალიან მაგას ვიძახი. დაუმარცხებელი მებრძოლი არის, ასაკში არის უკვე. მურზაკანოვის უპირატესობა არის ის, რომ მძიმე ხელები აქვს, ძალიან მძიმე ხელები აქვს და მძიმე ხელები თუ არაფერი გამოუვიდა, მიდის მერე და კონტროლით იგებს და მიწაზე ცდილობს რომ მოუგოს და გათიშოს ოპონენტები რაუნდ პაუნდით. მეორე ბრძოლა იყო მოკლედ მურზაკანოვის, რომ მოკლედ გადაწყვეტილებით კი არა, მესამე რაუნდში მოიგო ტექნიკური ნოკაუტით, უბრალოდ მანამდე რა. პირველ რაუნდში მოხდა სერიოზული დარტყმა, ანუ ვერ იტყვი რომ მურზაკანოვი არ ატარებსო დარტყმებს, მით უმეტეს light heavyweight-ი არის და ანუ ერთი მოხვედრა საკმარისი არის და იმდენად დანოკდაუნდა, იმდენად დაზიანდა, რომ ავტომატურად აჭიდავდა, თორემ მანამდე ისეთი ტიპი არის ზოგადად, რომ ანუ არ ჭიდაობს საერთოდ რა. ძალიან საინტერესო ჩხუბი იყო მურზაკანოვის დასტინ ჯეიკობისთან, რომ ხო, ეგეც გადაწყვეტილებით რომ მოიგო. წინა ივენტზე ხო ბრუნო ლოპესი დებიუტანტი 14-ზე რეკორდი ჯეიკობი ბრუტალურად გათიშა რა. აი და კარგი საკმაოდ გამოსწილი კიკბოქსიორია. უბრალოდ დასტინ ჯეიკობი თავისი გომში უპირატესობა ვერ გამოიყენა მარტო იმიტომ რომ ტეიქდაუნების ეშინოდა რა. მაგრამ მესამე რაუნდში მურზაკანოვი ვერ სუნთქავდა აღარ ქვია მაგას. ეხლა მე და შენ ვილბინო და 5 კილომეტრი უფრო მეტი ენერგია გვექნება. იბრძოდა ხო ჰაერისთვის. ხო რა და თან რაც არის ყველაზე მეტად რაც უნდა აღვნიშნო ჩემი აზრით ამ ჩხუბში, ანუ უზან მაზარი ანდერდოგი ხომ არის რიბეირო და ამავდროულად უზან მაზარი უპირატესობა აქვს წოდომში და სიმაღლეში. ძალიან ბევრად მაღალი არის სხვათა შორის. კი. ნურგოჟაიზე მაღალიც ხო იყო შპეულო, ანუ ზოგადად მოცულობით ტიპი არის რა. არის, მაგრამ გვანახა რა რომ ნურგოჟაი რო ტეიქდაუნებზე მიდია რაღაც კიმურა გაუკეთა, კიმურათ იმოუგო. მანამდე დგომშიც აჯობა და აზიანი. ჭკვიანი მებრძოლი არის ძალიან რიბეირო დაბრუნდა გამარჯვებების სერიაზე და მურზაკანოვის სახით ტესტი მიცეს რა. იდეაში ცი რა არის ამ ხელა ანდერდოგი არის, იმიტომ რომ ნულიანია ხო, თუ ხდები რიბეიროს შორტნოტისი არის ამ ჩხუბში. კი, შორტნოტისია. კი, ხო, ვისთან ჩხუბობდა მურზაკანოვი მანამდე ვისთან? მურზაკანოვი ჩხუბობდა გეტყვი ახლავე ჯონი უოკერთან. ჯონი უოკერთან ჩხუბობდა და მე მგონია რომ მურზაკანოვი ჯონი უოკერს გადაუვლიდა ჩემი აზრით და იბეიროზე ის არის სათქმელი რომ ვერ იტყვი რომ უბრალოდ ახლა მურზაკანოვი აუცილებლად წააგებს, უბრალოდ მაინც რაღაც 50 ხო, აი როგორი თემა მაქვს იცი, აი 51%-ით რატომღაც ვიხრები აქეთკენ, იმიტომ რომ ასაკშიც არის ძალიან დიდი სხვაობა 26 კი 26 წლის აზამატ მურზაკანოვი და იბეირო არის 28 წლის.
ეს სიმაღლეში უპირატესობა, წტომში უპირატესობა, უბრალოდ არის აქ გეგმის ამბავი რა, როგორი გეგმით გამო. ხო, იმის ამბავი. ჩეხაობაში თუ აყო აზრი არა. არანაირი. ანუ აუცილებლად ერთს გაარტყავს და მოკლავს იქ. 14-ის როცა ხტები პირველ რიგში ეგ მომზადების. ხო, მაგრამ იცი რა არის, ეს ბრძოლა რა, ჯონი უოკერთან რაც ქონდა მურზაკანოს, ანუ არ არის რომ ეხლა ხანს ჩაიშალა, ანუ კაი ხნის ჩაშლილია ეგ ბრძოლა და საკმარისად რომ მაინც ქონდა რიბეიროს რომ მომზადებულიყო რა. და რავი, მაინც ახლა მგონია რომ ეს უპირატესობები თუ გამოიყენა რიბეირომ, აი ეს წვდომის პირველ რიგშია, თუ დისტანციას დაუდგა და ჯებით, კროსებით ამუშავა, მგონია რომ თუნდაც გადაწყვეტილებით რა შეუძლია რა მოგება რა. და მურზაკანოვმა თუ ჭიდაობა დაიწყო. და ხო დაასაბმითა მერე ამან. ხო და მეც ეგ მგონია რა. ანუ ის არ არის რომ საფრთხეს ვერ შექმნის ხო, ეგ არის, მეც მაგას ვიყო, ანუ ამ ხელა ანდერდოგად ადამიანს როცა მიიჩნევ, მებრძოლს, რომელსაც მიწაზეც აქვს კარგი მონაცემები და თუ გომში ხო საკმაოდ უპირატესობა აქვს ძალიან დიდი, აი 37 წლის მურზაკანოვთან, რომელიც ძალიან იშვიათად ჩხუბობს ბოლო პერიოდია და ასაკით შეეტყო. რავი, ახლა საჩემპიონო ამბიციები კარდიოს უწყავს პირველ რიგში თან რა, ეგ მერაბიც ალკე მოვლენა, მაგრამ ზოგადად კარდიოს ურტყავს თან რა. ნუ მაინც დიდი განსხვავება ჩემს 34 და 37 წელს შორის, მაგრამ არ არის ხა UFC-სთვის და MMA-ისთვის ისეთი ასაკი 37 წელია, გლოვერ ტეიშეირა 51 წლის იყო ფორმაში. და კიდე ერთი რა, იბეიროზე რაც არის რა, ყურადღება მისაქცევი, ასე ვთქვათ, ამ წაგებები რაც აქვს რა, დებიუტი რო შედგა მისი, მოგეთ ორი წაგება აქვს UFC-ში რა, ერთი აქვს ჟინგ მანგიანგთან, რომელიც პირველ რაუნდში ანოკაუტებს ყველას საერთოდ და ძალიან მაგარი პროსპექტი არის და მასთან წაგება ნუ გასაგები არის რა, ესე რომ ვთქვათ რა და მეორე წაგება აქვს გადაწყვეტილებით და გადაწყვეტილებით ეგ ბრძოლაც იყო საკმაოდ ახლო. ანუ არ ყოფილა ის რომ მაგალითად ძალიან დაჯაბნა მაგალითად მეტოქემ და 30-27 მოუყვა რა ახლო ბრძოლა იყო და უბრალოდ მისცეს გამარჯვება მოკლედ მის მეტოქეს და შემდგომ მოგება აქვს გადაწყვეტილებით, ანუ გადაწყვეტილებით მოგებაც იცის და ანუ საბმიშენიც აქვს, ყველგან ისეთი არის. მე მაგას შეუძლია. მართლა ვფიქრობ რომ მესამე რაუნდამდე ჩხუბით მივიდა. რიბეირო კი თვითონაც იღლება რიბეირო. არა აქვს რა განცლება ისეთი მაგარი, მაგრამ მურზაკანოვს როგორი დაღლილი იყო მესამე რაუნდში, ეგ დაღლილი არ მინახავს არა. ნუ გააჩნია როგორი მომზადებული გამოვა რა, ეხლა მაგაზეც არის დამოკიდებული უბრალოდ. ნუ ხო რა, ერთი ეგ არის მურზაკანოვმა თუ გაუტარა ერთი დარტყმა ამ სამი რაუნდის განმავლობაში, აუცილებლად გათიშავს, აი აუცილებლად გათიშავს და აქეთ მხარეს თუ დისტანციას დადგება და იცი რა არის საკმაოდ რთული დავალება არის. იმიტომ რომ მურზაკანოვი კარგად ხურავს დისტანციას რა, ბრძოლებში გამოჩნდა, თუმცა მაინც თუ შეძლო, ნახე თუ დისტანცია უკონტროლა ჯებით, კროსით, ანუ არ მიუშვა ახლოს, ნუ მაგ შემთხვევაში იბეირო მოიგებს რა. მაგრამ ის საკმაოდ ძალიან დიდი ანდერდოგი არის. ანუ უბრალოდ ხო, ანუ ბოლო ბრძოლიდან გამომდინარე ესეთი ანდერდოგი არ უნდა. უბრალოდ როგორი რაღაცა არის, მურზაკანოვი ხა სიმაღლე ისეთი აქვს light heavyweight-ისთვის რა, თამაშისთვის რა. 60 გონია რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა მისი მეტოქე წვდომით ძალიან უპირატესობაში. წვდომში ყველას ქონდა უპირატესობა აქამდე მასთან. უბრალოდ თუ მაინც და მაინც ფიქი უნდა გავაკეთოთ ამ ჩხუბზე, რატო გავაკეთოთ მურზაკანოვზე, რომელიც ძალიან დიდი ფავორიტია და რიბეიროზე, რომელსაც მართლა აქვს. შეუძლია ხო, აქვს იარაღები რომ მოუგოს კი. თუმცა ნურგოჟაის ძალიან მაგრა წაართვა ის ნულიანი რაც ქონდა. ფეხზე დააზიანა და დაასაბმითა მერე. ანუ ორივეგან არის, საფრთხე ორივეგან არის, მოკლედ იბეიროსგან და თან ასაკის უპირატესობა, მოკლედ რაღაცები არის, თუმცა ეხა ესე ვერ იტყვი გადაჭრით, იმიტომ რომ მურზაკანოვზეც ეხა რო თქვა, ბევრს ჩამოგითვლი და ბევრიც უთქვით, რატომაც შეუძლია რომ მოიგოს რა. უბრალოდ იბეიროს მოგება რაღაც მომენტში უფრო მესია მოუნდა ეს მართლა. მესია მოუნდა. თან რუსი არის. მეინ კარზე მინდა რომ გადავიდეთ, თუ რამე არ დაგჭა სათქმელი. არა, უბრალოდ ხო რა, არაფერი ვაფშე სათქმელი თქვით ყველა. მოკლედ მეინ ივენტი ზოგადად ეგეთი არის, რომ გამხსნელი ჩხუბი ყოველთვის უნდა იყოს ისეთი რა, დაგნარი. მაგარი დაგნარი, ანუ ან გაითიშოს ვიღაცა, ანუ რაღაცა ფაი ხო სად ვართ ხო და შეგვამზადოს მოკლედ აი იმ ჩხუბებისთვის რა, შემდეგ რაც იქნება და ვისენტე ლუკე და კევინ ჰოლანდი არის ჩემი აზრით იდეალურესი მეინ ივენტის გასახსნელად რა, ნუ ჯერ მარტო კევინ ჰოლანდი სადაც არ უნდა ჩასვა, მე ძალიან მიყვარს. ვიცი რა, პირადი სიმპათია. მაგრად მიყვარს კი. ჩემი ძმა. ჩემი ძმა. პირველი ჩხუბი ხო არ არის კევინ ჰოლანდი? ხო, არა ძალიან. UFC-ში და სპირაცია. ნახევარი წელი არა გასულ მესამე ჩხუბობს უკვე. ოჯერ წააგო.
არა მოუგო განარ ნელსონს მოუგო ძმა. ნელსონს მოუგო, მაგრამ დერიდერთან ხო წააგო და კიდე წააგო. არა, ჩაიშალა ის. ის ჩხუბი ჩაიშალა. ხო და მოკლედ ძალიან დიდი ფავორიტი, ну ძალიან დიდი რა, იცი რა არის? ლუკესთან მიმართებაში არის დიდი ფავორიტი, არასდროს არ მოველოდი. და შენ მგონია რომ ფიქრობ ლუკეს მოგებას და მე პირადი სიმპათიები ცალკე გადავდო რა. ცალკე რომ გადავდო ეს სიმპათიები რა, ანუ ამ ჰოლანდის მიმართ, ასე ვთქვათ, მე მგონია რომ ფეხსაც თუ არ ჩაბრძოლა გაანადგურებს რა. და ჰოლანდი 95%-ზე გაანადგურებს. კი და კიდევ ერთი რა, რაც მინდა რომ აი შენთან გაუსვა რა ხაზი რა პირველ რიგში რა, რომ კევინ ჰოლანდზე ზოგადად სულ აკრიტიკებდით რომ ხდება აი ამ გრეპლერები და გრეპლერები სულ და ხან აღრჩობენ და რაღაც. განარ ნელსონი არის ერთ-ერთი ტოპ გრეპლერი თავის ზონაში ველტერვეიტში, შეხვდა და მიწაზე ჩემი აზრით უფრო მეტი საფრთხე ჰოლანდებმა შეუქმნა ვიდრე თვითონ ნელსონმა რა. ასევე მე მგონია რომ ამ გრეპლერებთან შეხვედრით საკმაოდ დახვეწა თავისი გრეპლინგის მხარე რა ჰოლანდმა. ჰოლანდ იმას არ ვიძახი რომ შეუძლია მე წააქციოს აკონტროლოს დაცვის კუთხით ვიძახი რა. დაცვის კუთხით. ხო რა, ეგ არის AKA თიმშიც ხო ვარჯიშობდა კორმიესთან ასე შემდეგ და კორმიეს სხვადასხვა ნათქვამი აქვს რომ ერთ-ერთი ყველაზე შრომის მოყვარე ტიპი არისო, რაც მინუსი აქვსო, იმის გამოსწორება სულ ცდილობსო რა და კევინ ჰოლანდს ესე რომ შეხედავ ტიპი არ არის რა თითქოს რა ეგეთი რა ეხა ჩხუბობს კიდია ფულს შოულობს და ასე შემდეგ რა, მაგრამ აშკარად დახვეწა თავის გრეპლინგის მხარე, ოღონდ დაცვის კუთხით ეხა რაცა უნდა იყოს მერაბისნაირი გრეპლერი ვერ იქნება ვერასდროს, ხო? ანუ თუნდაც დერიდერისნაირი ან ნებისმიერს, თუმცა აი აგერ საბმიშენებით შეუძლია ოლექსეიჩუკს რა გაუკეთა ხელი მოტეხა რა ამის რა. და მოკლედ საფათო ტიპი არის რა. ეხა შენ დაგითმობ ლუკეზე რომ ისაუბრო. მე რომ შეტულგე და სამითებს განხოლანდ. ხო, ამდენით ყვილად ვილაპარაკე. არ მგონია რა, მართლა არ მგონია ჰოლანდი ფიქრობ რომ მოიგებს რა. ლუკემ ძალიან ცუდად წააგო. კი, ბევრი წაუგია. აი მე ისთან წააგო გამახსენ. იმასთან რა ქვია, ეხლა უსმანთან რო ჭყოს ბაკლისთან წააგო, აი საშინლად რა, ფეხზე მაგრად ცემა და მე ground and pound-ით ბაკლი ჰოლანდსაც ცემს. ჰოლანდს ცემს კი ბატონო. ხო, ბაკლი მაკაჩევისკენ და იმებისკენ იწევს, ამ ბაკლი სერიოზულ მოგებად სერიაზე პრაიმში არის მესმის, მაგრამ მოკლედ რა, ლუკე არ მგონია რომ ჰოლანდის მომგები იყოს, იმიტომ რომ ისეაც წითელი ელები ბევრი აქვს უკვე. კევინ ჰოლანდსაც. კევინ ჰოლანდი ორთვეში ერთხელ ჭყობს ეხა მესმის ავკაცის. ლუკემ ჰოლანდს რო დაარტყა. გადააფრესი იქ ამერიკიდან აქეთ. გოლანდი. ეს ესეთი მაგარით ვარ აქ დავსვათ იქ. ჰოლანდი მოიგებს აუცილებლად. აუ ეხა ვერ მოიგოს, აი ხომ ჩავაკითხო ამერიკაში. ორივე გასათათხები. ორი უნდა გლანცხოთ. დაგიჭირდა და გთათხოთ. გლანცხოთ. ლანცხოთ დავიდა. კიდევ კი და სერიოზული ჩხუბი არის რომელზეც წინაზეც ვისაუბრეთ. პაჩი მიქსი მოვიდა მოკლედ შემოიგება UFC-ც და მოკლედ ეჩხუბება პირდაპირ ტოპ-10-ის მებრძოლს მარიო ბაუტისტას. მოდი შენ დაიწყე, იმიტომ რომ მე გაწყვეტინებ მე ხო. მე დავიწყე და ესე მგონია რომ ამ ბრძოლის შემდეგ პაჩი მიქსი ადგება და იტყვის ინტერვიუს დროს რომ give me me rap. არა მგონია. იცი რა არის, არ იქნება სწორი კი არა, ანუ ამ სწორს რატო იმას ვქენი? არ იქნება სწორი რა. სწორს არ ვიძახი რა, არ იქნება ღირსი მაშინ ესე ვიტყვი რომ პირდაპირ მე raps აჩხუბო. ის რო ყავდა დაღესტანელი ძმა. ბიჭო, ეს დაღესტანელი არ არის მე მაგას ვიძახი. ხო, მაგრამ ეხა თვითონ ანუ უკან ბექი ვიყავს რა, დანავაითი ყავს ერთი მოიყვანა სპეციალურად. ხო, მართლა ერთ-ერთი საუკეთესო სუპერსულ. მოდი რა ესე გეტყვი რა, მარიო ბაუტისტას რომ მოუგოს ეხა პაჩი მიქსი ვარ იყოს და სხვა მოუგოს. აი კამერაზე უნდა იყოს გამსვლელი. მარიო ბაუტისტა საერთოდ არ მგონია რომ საერთოდ საჩემპიონო ბრძოლამდეც ვერ მივა. პირდაპირ ვიძახი. ვი მარიო ბაუტისტა? კი, ვერ მივა. მოგებების სერიაზე არის, მაგრამ ვერ მივა. არ არის ეგ მებრძოლი. ალდომ გადაუარა ტიპს და შეტენას გამარჯვება.
ხო, მაგრამ ბაუტისტა ან ვისთან ეჩვევა უმარ ნურმაგომედ. აუ ისე რა მაგარი ჩობი იქნება და პაჩიმიქსი უმარ ნურმაგომედ. აი, პაჩიმიქსი მართლა მაინტერესებს წინა პოდკასტშიც თქვი, რომ ძალიან მინდა რომ უმარს ეჩხუბოს. ოღონ წინაზე ცოტა ისე ვთქვი რა, ცუდად რა უმართან მიმართებაში, რომ მეთქი უმარს დააფრო ჩეკებს თქო, მაგრამ უმარიც ძალიან მაგარი მებრძოლი არის რა. ეხლა არის ის რა, რაც გავიარეთ ასე შემდეგ, რომ როგორც მებრძოლი ეხლა ესე რომ შევაფასოთ, მართლა ძალიან მაგარი მებრძოლი არის უმარი და ძალიან ლამაზი ჩხუბი იქნება ჩემი აზრით. ხაბიბი გადაიღება. ეს სცენარი არის ძალიან ბაუტისტას. აი, ბაუტისტას მე უმარს თუ შეხვდა, მე კი ბატონო, უარი თქვა პიოტრიანთან შეხვდა და ეს 5 რაუნდიანი არ უნდა და მაგით. ეგ ბრძოლა არ შედგება და საინტერესო მეჩაპი არის. ხო, ანუ პაჩისაც ახლა თავი თუ არის და მაშინ რაღა უნდა საერთოდ წავიდეს რა, ეგ თემა არის და პაჩის, ნუ მაყურებელს უთხრათ რომ აშკარად გადავწყვეტეთ რომ პაჩი მიქსი იგებს. საბმიშენით მოგებას ვფიქრობთ, რომ საბმიშენით მოიგებს რა, ეხლა პაჩი მიქსი ისეთი მებრძოლია რომ დებიუტანტის ნერვიულობა არ ამგონია რომ შეეტყოს რა, რაღაც სხვა მოვლენა არის მართლა რა. მის ბრძოლებს ახლა უფრო და უფრო ჩაუყევი ბელატორში რო ჩხუბობდა, ანუ მარტო მაგომედოვი არა, სხვა ბრძოლებიც რა. აი, წინა პოდკასტზე თქვი ზუსტად ჩენეგ, რომ პირდაპირ ტეიქდაუნ დიფენსი გულისხმობს იმას, რომ კისერს გაგრებს. პირდაპირ კი, იმენა. ეგრევე კისერს გაძრობს რა. პაჩი ძალიან მაგარი მებრძოლი არის. ბაუტისტასთვის კოშმარი არის, იმიტომ რომ ბაუტისტას უყვარს კლინჩი კონტროლი ზოგადად რა. ალდოსაც ახლა ძალიან სანამ საჯერ გააცალკევებდა, სულ კლინჩი იყო რა, იმიტომ რომ ფეხზე თუ მოუქნია ერთი, ეგრევე ისე არის რა, არ მოწონს მოკლედ ფეხზე დგომა და პაჩისთან არ გამოუყვა ეგ, იმიტომ რომ კლინჩიდან შეიძლება ჰაერში გილიოტინაზე აიწიოს, ჩაიყვანოს და მოუკრიხოს კისერი რა. ძალიან მაგარი ჯიცები. არა, რეალურად ცუდი მებრძოლი, უბრალოდ პაჩი მიქსი. არა, მაგარი მებრძოლია. მერაბს დაჟე ისიც ქონდა რა, ქვე ბაუტისტოს თვალი ქონდა დადგმული, იმიტომ რომ კარგი მოგებებით მოდისო და ველოდებიო მაგ ბიჭსო რომ ამოვიდეს, მაგრამ ვინ აცლის რა, ურჩევნიათ რომ ბაუტისტა ჩამოწერონ მოკლედ ორგანიზაციას, ეგეთი ამბავი არის და პაჩი მიქსი ეგრევე შეაგდონ ტოპში. ტოპ 15-ში. და ეგრე უშუალოდ არგუმენტად მოიყვანონ რომ მერაბა ვისაც ელოდებოდა იმის ადამიანი. ხო, იმას აი ეგეც შეიძლება რა. მოიყვანენ ზუსტად ლოგიკური არის მაშინ. ლოგიკური არის, უბრალოდ აი მან თუ უმარმა ხმა არ მოიღო, არ ვიცი მაშინ. არასწორი იქნება, მაგი. ხო, როგორ არ უნდა მოიღოს, ანუ ნაკლებად უმარი არ მოიღოს ხმას. უმარმა იმ პონტში უნდა მოიღოს ხმა, რომ ანუ მის ეხლა მოდი ესე რომ შევხედოთ რა, უმარის გაუვლელად ვინმე უნდა მივიდეს საჩემპიონო ბრძოლაზე? შენი აზრით. და უმარმა ვინ გაიარა საჩემპიონოზე რომ უმარს არავინ არ გაუვლია, მაგრამ უმარი ხო არის იქ კონტენდერად. ეგრე იქ არის პიოტრიანიც იქ არის. კაი, უმარს თავი დავანებოთ მაშინ, მოდი. უმარს თავი დავანებოთ. პიოტრიანს ჩაინიშნა ეხა ბრძოლა, პიოტრიანმაც მოიგო, პაჩიმიქსმაც მოიგო, რატომ არ უნდა შეხვდეს თუნდაც პიოტრიანი პირველი მერაბს, ან თუ პაჩიმიქსი გაყავთ ბრძოლაზე პირველი, პიოტრიანთან გაუსვლათ, რატომ უნდა გაიყვანონ მაშინ. ხო, მაგას გეუბნები მეც, მაგრამ რეალურად ეხა ეგრე უმარძიც იგივეს ვფიქრობდი ჩვენ რომ არ იმსახურებდა, მაგრამ ხო მიცეს. მესმის ეს, მაგრამ პაჩიმიქსი ეხა მე თუ მკითხავ მაგალითად რა, ჩემი აზრით. უშუალოდ ამ წონაზე თუ ვისაუბრებთ ამ წონაზე საუბარს თუ გადავედით, ჩემი აზრით ერთი მოგება აყლია კორის ანთეკენსი, იმიტომ რომ ჩვეულებრივი კონტენდერი იყოს და ჩვეულებრივად იჭყოს, იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანი არის ტოპებიდან, ვისთანაც არ უჩხუბია მერაბს რა. ხო, მაგრამ ანუ კორის ანთეკენიც, მოდი რა ესე რეალურად რომ შევხედოთ, კორის ანთეკენიც არის იმსახურებს ზოგადად, რომ ეხლა ამ წამს იჭყობს კამარს. და რატო ეხლა? დეივისონ ფიგეეტოს მოუგო რომელიც არის პენსიაზე, აი ფლაიშიც ახლა რომ ჩაბრუნდეს მე დარწმუნებული ვარ ბევრი მოუგებს კიდე. პლუს კიდე უმართან წაგებული აქვს, პიოტრიანთან წაგებული აქვს, ყველასთან წაგებული აქვს საერთოდ და რატომ უნდა შეხვდეს მაშინ მერაბს? იმიტომ რომ მერაბთან არ აქვს წაგებული და სხვა ყველას წაგებული აქვს. გავიგე, მაგრამ მერაბს ყველასთვის მოგებული აქვს. მაგათგა. ეგ ხო იცი რომ UFC-ში ეგ მაგას. ვიცი, აი ეგ ხო ეგ მათემატიკა არ მუშაობს მან. ხო, ანუ მე თუ ვკითხავ რეალურად მერაბი მიდის, ანუ მეორე წრეზე მიდის, მეორე წრეზე უნდა გაფულტროს მებრძოლები, ანუ ვინმეს ქონდა შანსი მერაბი. ჩემი აზრით, ამ წამს ყველაზე რეალური კონტენდერი პიოტრიანი თუ თავის ბრძოლას მოიგებს, პიოტრიანი უნდა იყოს პირველი. კი, პიოტრიანი უნდა იყოს პირველი, რა თქმა უნდა, უბრალოდ კორის ანთეკენმა ერთი ბრძოლა თუ მოიგო კიდე, ჩემი აზრით რეალური შანსი იქნება იმის, რომ მოითხოვოს ტიტულზე ბრძოლა. ეგ კი ბატონო, გააჩნია ის მოუგებს ოღონდ. მაშინ მეორე ვარიანტი იცი რა არის?
პაჩი თუ მოუგო, მოდი თუ ვთქვათ ბაუტისტას თუ მოუგო, მაშინ კორი შეხვდეს, კი ბატონო. იქ ხა მე და შენ მაგას ვერ წყვიტავთ. არა, ვერ წყვიტავთ, მაგრამ იცი რა არის? ანუ გააჩნია მიზანი რა არის? რა შენ თუ გინდა რომ არასწორად აიყვანო, დაუმსახურებლად აიყვანო ტიპი. ეხლა ჩვენც ვიცით რომ საჩემპიონო მებრძოლი არის რა, ბელატორში იცავდა და ასე შემდეგ. უბრალოდ ყველაფერს უნდა დამსახურება ჩემი აზრით რა. და თუ დამსახურებაზე მივდივართ, მაშინ ვიღაცა კონტენდერი უნდა გაიაროს, იმიტომ რომ ბაუტისტა ამ ეტაპზე კონტენდერი არ არის. აი, ხო იცი რომ დენა ვაიტი არის ის ადამიანი, რომელსაც არ ჭირდება დამსახურება იმის, რომ ვიღაცა კამერაზე ხო, ზუსტად, აბა შონომალი მას რატო ჩხუბობს ისევე, ხო? არ უნდა ჩხუბობდეს. თუნდაც, ანუ ხდება ხოლმე ეგეთი სასწაული რაღაცეები რა, რაღაცეები და მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე და ვანტამოვით ვინ იქნება. ხო, ნუ კიდე შევეხებით, იმიტომ რომ მერაბზე ვისაუბრებთ მე რა. კელვინ გასტელუმი, ბებერი, ლომი ხდება ჯო პაიფერს და ახალგაზრდა უიფოს. ხო, ახალგაზრდა ტაიგერს. მაგარი ესეც კარგი ჩხუბი იქნება, იმიტომ რომ კელვინ გასტელუმიც ისეთია თავის პრაიმში ადესანიას ეჩხუბა და დაანოკდაუნა და ახლოს იყო კამართან რა. იყო გასტელუმი ეხლა უკვე აღარ არის. პროსპექტად ითვლება ჯერ კიდევ. პაიფერს სხვათა შორის ძალიან მაგარი ფინიშერი არის პირველ რიგში ამას ვუტყვი. ფეხზე არის აი რო შეხედავ იფიქრებ რომ ეს ბიჭი დაღვინებული არის სტრაიკინგში რა, იმიტომ რომ მაგრად პირველად არა, ანუ ბრძოლას რო უყურებ მართლა პაიფერის ძალიან მაგარი სტრაიკერი არის რა. უბრალოდ ის არ არის რომ დარტყმას არ ატარებს. აი ეგ არის. კელვინ გასტელუმი არ არის ესეთი მებრძოლი ხო ხდები შენც რა. კელვინ გასტელუმის ეხა ბევრჯერ გვითქვამს აქ რა პოდკასტში რომ ვიღაც მებრძოლებს რომ ამის დრო წასულია და მართლა წასული არის რა. ერთ-ერთი რობერტ უიტეკერი. უშანსოდ არ დავტოვებდი მე. უშანსოდ არა, უშანსოდ არც მე არ დავტოვებდი, იმიტომ რომ გასტელუმს შეუძლია ადესანიას გაარტყა ხელი ბოლო და იქ ძალიან ახლოს იყო. აი ეგ არის ეგ მომენტი ადესანია რომ დაანოკდაუნა და აი რო უნდა მიყოლოდა და დაეფინიშებინა და მე უცბად რა მოელანდა არ ვიცი და ფეხში შევიდა. აი ეგ არის ტოპ 5 ნული IQ მომენტი მენა თორე გახდებოდა ჩემპიონი აუცილებლად და მოკლედ ჯო პაიფერი მოგებას ვფიქრობ რაღა დაგიმალო ძალიან დიდი ფავორიტი ხო ძალიან დიდი ფავორიტი და სწორადაც არის ეგეთი ფავორიტი რა როგორც ვითარი ეგეთი კარდი არის რა ბევრ შემთხვევაში მებრძოლებს აქვთ უდიდესი ფავორიტის სტატუსი ეხლა აი ახლა რო ავყვებით შემდეგ კიდე ორი ბრძოლა დაგვრჩა ყველაში ეგეთია ეგეთი სიტუაცია რავი მე მაინც გონია რომ პაიფერი მოიგებს თან ფინიშით KO-ით მოიგებს ჩემი აზრით აუცილებლად რა აუცილებლად 100%-ს არ მოიცავს 99.900 მაშინ და კომეინ ივენტსაც უნდა შევეხოთ კი აუცილებლად ჯულიანა პენია ოლიმპიური ჩემპიონი კაილა ჰარისონი ძიუდოს ოლიმპიური ჩემპიონი კი ძალიან მაგარი გოგო რა იმენა მამალი კალი არის რასაც კი იმენა მაგრად ურტყავს და კარგადაც და მოკლედ ყველაფერი და weight pool-ი არის რა. აი ისლამ მახაჩევი არის ქალებში. სული კუნთია. ხო, სუკუნთია. ხაბიბი და ისლამია ერთად ქალებში. ძალიან მაგარი ბრძოლა, ჯულიანა პენი არის ადამიანი, რომელსაც ამანდანეში დაამარცხა და თან როგორ დაამარცხა? გასაოცარი იყო. ყიდათ მორე მატჩი, მაგრამ ხო მოიგო მაშინ. ხო, მაგრამ ნახე ხო, პენიაზე ცოტა სასაუბრო გვაქვს, იმიტომ რომ პირველ ბრძოლაში გეტყვი ხარ რა. აი ესეთი ფავორიტი ჰარისონი ახლა არ არის ამანდან უნეში როგორც იყო მაშინ პენიასთან რა. ახლაც აქვს. მოკლედ ჯულიანა პენიამ და ამანდან უნეშის პირველი ბრძოლა რომ შედგა, იმ ბრძოლაში პენია აგებდა, აი ძალიან აგებდა. და ესეთი რაღაც მოხდა რომ მეოთხე რაუნდი იყო თუ არ ვცდები მეოთხე რაუნდში რაუნდენიმე დარტყმა გაუტარა და რაღაც მომენტში გააბრუა ამანდან უნეში წააქცია და კისერი ავღო და დაასაბმითა რაც არავის არასდროს არ გაუკეთებია და გააკეთა ჯულიანა პენიამ და ეგ იყო ყველაზე დიდი აფსეთი ერთ-ერთი ქალების ერთ-ერთი კი არა მე მგონი ყველაზე დიდია ქალების დივიზიონში რა კაილა ჰარისონი ნუ მე მოკლედ პრეს კონფერენცია იყო ახლა რო ჩაინიშნა რა ეს ბრძოლები და იქ ამანდან უნეშიც ესწრებოდა და მოკლედ პენია ეუბნება ჰარისონს რომ შენ როგორ უნდა მომიგო შანსი არ არისო რა აგერ ამანდან უნეში არისო რომელმაც ვერ დამანოკაუტავთ ნოკაუტზე ფიქრობო რა და თუ საბმიშენზე ფიქრობ მე ამანდან უნეში დავასაბმითეო რა ეგეთი რაღაცა უთხრა და ნუ კაილას არაფერი არ უთქვამს იცინოთ რა ეხა მეტი რა უნდა ეკრა გამოვალ და განახებო მოკლედო რა და ნუ
ჰარისონი მართლა ეხა კი აქვს მოგებული პენიას მსგავსი ჩხუბები, აფსეთები, მაგრამ ჰარისონი ნამეტანია, აი ძალიან მართლა ნამეტანია. მაგიტო არის ესეთი ფავორიტი კაილა ჰარისონი და მგონია რომ ალბათ აი ჯონსია სპინალის მსგავსი სახე შეიძლება გქონდეს კაილა ჰარისონი ამანდა ნუნესის ჩხუბს, იმიტომ რომ ორივე არ არის ნორმალურად ტიპია და კიდე ერთი დეტალი დამოვიწყდა რომ მოკლედ დენა ვაიტს კითხეს რა მაგ პრეს კონფერენციაზე სორიხოს ხედან და აქეთ არის მოკლედ ამანდა თავის შვილთან ერთად და ამანდა თუ დაბრუნდებაო ვიღაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხა და არ ვიცი აგერ არის და თვითონ კითხოთო და იცინოდა რა ამაშკარ დაბრუნებას აპირებს გამარჯვებულთან დაბრუნებას აპირებს თან ეს გავიგეთ Hall of Fame-ერად დაასახელეს ხო კი მაგიტო იყო მანდ გადავიდეთ მიდი დაიწყება მერაბდვალიშვილი ბრუნდება უმანურმა კომენტოვის შემდეგ იანრის შემდეგ ჩხუბობს მეორედ იცავს თავის კამარს შონომალისთან რომელსაც რავი კოცნა ეხუტა რა ვიცი ჩხუბის დრო ჩხუბის სიკითაც ჯაკუზი ხარია იცი დაიწყეს რამერაბის დაფასება უშუალოდ UFC-ს მებრძოლებმა. შენ შონომალის გულის ხო? არა, მერაბის. თუ ზოგადად. არა, ზოგადად კი ბატონო. თუნდაც ჰენრის ეხუდო, კამარუს, ჰენრის ეხუდო. საერთოდ ძახა არ იმსახურებს და მე რომ მოიგო ამდენი ბრძოლა, მე დააფასა კი ბატონო. ანუ თქვა ჩაუღობილად რომ ანუ გადაულპინაო ხალხს რა უშუალოდ ტაქტიკა. საუკეთესო გოუთი არისო რა. ომალი მერაბდვალიშვილის დროს ბევრი მებრძოლი არის ასე გულკმა საერთოდ მე მიიწვია რა რომ ხო რა თავის და მე აქეთ მოიწვია ძალიან მაგარი მებრძოლი არის მერაბდვალიშვილი და ყველა მიცის შონომალიმაც თქვა რომ პირადული არაფერი პირიქით ანუ როცა ხედავთ შონომალის და მერაბის შეხვედრას ხო სულ ისე შეხვდება ხდება რომ ერთმანეთს აფასებენ რა ორივე მაგაზე მაგ მე ესეთი მოსაზრება ბარემ მაშინ მანდ ვართ რა ომალის დაფასებაზე რადგან წავედით არ გონია რომ გეგმის ნაწილი არის ეგეც ომალის რა და რატო ახლა გეტყვი და თუ არალოგიკურს ვიძახი ხო ანუ ნახე მერაბი არის ეგეთი მებრძოლი რა ანუ ჰალკის ეფექტი რო აქვს რა თუ გააბრაზებ მორჩენილია და ზუსტად მე აი რო ჩაინიშნა ეს ბრძოლა და მოკლედ ზედმეტი დაფასება წამოვიდა აი შონომალის ფრენდისგან გინახავს სადმე იმეს დაფასება ყველას აღიზიანებს ხო თვითონ შონომალიც ნუ ეგეთი ტიპი იყო ჩემპიონი როცა იყო და მანამდეც რა მერაბმა დაწერა მე პოსტი რომ კარგითო რა რაღაცა თქვითო ტრეშთოკი რაღაცა თორე არ შემიძლიაო ესეო რა და მე მგონია რომ რაღაც ანუ ესეთი უბრალოდ აზრი გამიჩნდა რა და ბევრს აქვს ეგეთი აზრი რომ სპეციალურად გეგმის ნაწილი არის ეგ რომ ზედმეტად აფასებენ მერაბს და შონომალი გამოვიდა და მე მერაბთან რო წავაგეო ადამიანურად შემცვალაო და რაღაცები კარგი რა ის ნახე მე ვარ ვანებებო მოწევასა თავს ომალი რო იძახი იმიტომ რომ მე არასდროს არ ვნებდები ხო ეს უცებ ჩავრთე რა ნუ რავი გეგმის ნაწილია თუ არა ვერ გეტყვი ნამდვილად ის ხრიდან უბრალოდ იმაში დარწმუნებული ვარ და დარწმუნებული ვარ თქვენს დარწმუნებულები ხართ ეს ტავტოლოგია არის თუ რა არის როგორც ყურადღება არ მიაქციათ მაგრამ ყველამ ვიცით უკვე რომ მერაბდვალიშვილს დიდ პატივს სცემენ ნუ მოიპოვა იქ თუნდაც დანავაითისგან რა თუნდაც დანავაითისგან თავის წონის მებრძოლებისგან ზოგადად ყველასგან რა მთლიანი UFC-ს ლეგენდებისგან ჩაოლებულ რესპექტს იღებს ყოველდღე თითქმის ჩემთვის უკვე ღირსია რომ Hall of Fame-ერი იყოს ჩაოლებრივ მე კარიერას დამთავრდა რა Hall of Fame-ერი უნდა გახდეს ხელა ჰაიპი ტრეინში აჩერა იმ ხელა ჰაიპ ტრეინში აჩერა მე რაბდვალიშვილმა რომ იხსნა ჩემი აზრით მთლიანი UFC რა ზუსტად აი ამ დომინაციისგან იმიტომ რომ იქ პერეირაც დამარცხდა კალაევთან ეს მოდიოდა ყველაფერი და საბოლოო ჯამში ნუ თან იცი რა არის დანა ვაით ზოგადად ხო არ უყვარს ახლა ბელავი რატო უნდა გიყვარდეს ხო იმიტომ რომ ვერც ჩხუბს ვერ ყიდის მაგრამ ესე რომ შევხედოთ ანუ ისიც გადაწყვეტილებებით იგებს მერაბის გადაწყვეტილებებით იგებს მაგრამ მერაბის ჩხუბს რომ უყურებ ანუ ერთი სიამოვნება არის შოუს გიდგამს ადამიანი თვითონ მე ისედაც სოციალურ ქსელშიც ისე აქტიურობს რომ ძალიან ბევრს უყვარს და ძალიან ბევრს შეაყვარა თავი რა და ეგეთი მებრძოლები ზოგადად მოიპოვებენ სადღაც ყოველთვის მოიპოვებენ სიყვარულს რა და მერაბი მოკლედ ნუ მერაბის გარკვეულწილად შევეხეთ მომავალი მეტოქე ვინ იქნება თუ შონომალის დაამარცხებს თქვენც აუცილებლად დაგვიწერეთ რას ფიქრობთ როგორი matchmaking-ი შედგება ბანტამვეითის დივიზიაში ხო იმიტომ რომ ძალიან ცოტა ჩახლართული არის თითქოს არაფერი არ არის ეს ანუ ვიცი არ უნდა ჩახლართული არის გამოკვეთილი ჩემპიონი და აქეთ არის კონტენდერების კასკი აი რა უშუალოდ ძალიან ბევრი არის რა
იქ იმდენად ეგრევე ვიტყვი JDM-ი არ არის ჩემი ასე ეგეთი გამოკვეთილი ჩემპიონი და JDM-ი ჯერ არ არის. აი როგორც მანამდე შეიძლება ბელალზე გეთქვა რა, რომ ეს ესეთი გამოკვეთილი ჩემპიონია და აქეთ არის სხვები კონტენდერები ძალიან ბევრი. იგივე ხდება ამ წონაშიც უკვე, იმიტომ რომ ახალი სახეებიც მოდიან. ну predictions და ჩვენს ვიტყვით ამაზე, იმიტომ რომ ყველა ხვდებით ალბათ და რავი, ქართველები კი არა, უცხოელები და ამერიკელები და რუსები თუნდაც ხვდებიან იმას, რომ მერაბტვალიშვილთან ჯერჯერობით არავის შანსი არ აქვს. აი ზუსტად რა ველტერი ახსენე ხა შენ და განსხვავება ველტერს და ბანდამვეიტ შორის არის ის, რომ მერაბი აქ ძალიან დიდი ხანი იქნება კიდევ ჩემპიონი და ველტერში სავარაუდოდ მომავალ 2 წელში ალბათ 1-3 ჩემპიონი კიდე გამოიცვლება. ჩემი აზრით რა ყოველ შემთხვევაში. მერაბტვალიშვილი არის სუპერფსუბუქი წონის გოლთი და ამაზე თან ხდება უკვე თითქმის ხო, უკვე მაინც თითქმის ვიტყვი რომ ყველა რა. გაწმინდილი აქვს. ანუ იცი რა არის, ვინც არ უნდა გამოვიდეს თქვას რომ არ არისო. აუცილებლად ასეთყვი და გადაუვლის ყველა. ხო. რომ რას ქვია არ არის. არის და არის რა. ის ჰამბოკაცია. ხო, ეგაა რა, ეხა დღემდე მაგას იწახის და ანუ ისიც ანახა რომ მეგობრობაში ზოგადად პერსონალიტის ხო ქმნის რა თავის პიროვნებას UFC-ში ადამიანი ქმნის. მერაბტვალიშვილმა თავიდან ბოლომდე თუნდაც თავის აქციელით იმით რომ კამარზე ოდეო და შემდეგ იმით რომ ყველა დაამარცხა იმით რომ თუნდაც ეს როგორ თქვა ნუ ეს ხადაობა რა სოციალურ მედიაში ერთმანეთზე პოსტვა და რაღაც აი ყველა სხვა ლეველზე საერთოდ იმიტომ რომ აი დგახარ და უყურებ და დღეს შემხდა სხვათა შორის რაღაც სამოწმებდი და ის მაგამგზავნილი შენთან რა მერაბი რომ საწოლში წელს ხალხთან ერთად და ჩემი ნეტავრაზე ფიქრობს რა ეს მერაბი და ილია მახაჩევისა გვერდში დგომა იცის რა ეგეთი ადამიანი არის და თავმდაბალი ადამიანი არის რომელიც ჩემი აზრით რომელსაც შეუძლია რომ ყველა ქედა მაღალი იყოს ამ დროს რა თავის ბექგრაუნდიდან გამომდინარე და იმით თუ რას მიაღწია რა. უბრალოდ არ უნდა გააბრაზო რა. ხო, არ უნდა გააბრაზო მე რა. თუ გააბრაზებ არც ცუდად გეტყვის არაფერს, შეიძლება გეღადაოს უბრალოდ და მე ოქტაგონზე გაგცემს პასუხს რა. ჯაკუზი, ეგ იყო რავი, აი ეგ იყო ყველაზე გაბრაზებული მერაბტვალიშვილი. ეგ მაგაზე გაბრაზებული. და მაინც რო არ კარგავდა რა თავის სახეს, ეგ არის რა მთავარი რა. ყოველთვის არის მშვიდი, ესე იგი რო შეხედო შეიძლება ბევრ სეგმენტს გაბრაზებული, აი უმართანაც ბევრი ქართველიც წერდა, რომ ესო ისე აჭრილიო უეჭველი წააგებსო რა, მაგრამ არ არის ეგრე რა, თავის საქმეს ყოველთვის მიყვება სიდინჯით, სიმშვიდით, როგორც ჩემპიონს შეეფერება და ბოლოს ყველას უმტკიცებს საპირისპიროს რა. კი, და რაც მთავარი არის, თავის ქვეყანაზე არის უზომოდ შეყვარებული ადამიანი და ყველაზე მეტად ქართველებს მაინც ეს ვიხარია. პოპულარიზაციასთან როგორ ხდეს რა, ძალიან მაგრად ეხლაც ვინ ჩამოიყვანდა შენი აზრით ნინა დრამას აქ ეხა არავინ ხო მაგრამ ჩამოყავს რაღაც გუნდთან ერთად UFC-ს გუნდთან ერთად და ყველანაირად ცდილობს რომ რაღაცით გააპიაროს თუნდაც პოპულარიზაცია ალჯო და ალია კვინტაც ჩაყვანილი. ო ალია კვინტაც თუნდაც რავი. კი და ნუ პოპულარიზაციას ახდენს თავის ქვეყნის, თავის სამშობლოსი თუნდაც ის რომ სიმბოლიკა არ დაუშვეს პიოტრიანთან და ტატუ გაიკეთა საქართველოს დროშით გულზე და მერაბტვალიშვილი შენომალის გაანადგურებს და შესაძლოა ვადამდელი გამარჯვებითაც მოიგოს მეგობრებო მერაბტვალიშვილი არის სუპერფსუბუქი წონის გოუთი. იმენა წერტილი დას. ვინც არის თანხმებით? ვისაც არ მოგწევ. აქ ვიდეო უნდა მოჩეს. თუ და მორჩავიდე. ხო, ნუ მოკლედ სულ ეს იყო რა 316. 316 მოვიარეთ. 307 მე. იცი კიდე რას ველოდები მე? ბაქოს ველოდები. ბაქოს ველოდები. რატო ველოდები ბაქოს? მოდი მაგაზე. თქვათ, უნდა ვთქვათ რა. უნდა ვთქვათ? კი, აუცილებლად. არა, ჩემი ეხლა ივნისია უკვე. ივნისი არის უკვე. არა, ბენგერი. ანუ ბენგერი მე დავდროპოთ. მაგაზეა. უეჭველი რა. აი ბოლოს ხო ზე არა. აუ ეხლა იმენა კითხვის ნიშნები გავაჩინეთ მაგრამ. რა კითხვის ნიშნები შეჩემ. კაი, ყველა ვიცის და ყველა. რა მიხვედ რა მაგას უნდა. თქვენი აზრით რა ხდება ბაქოს ივენზე? რა ხდება ბაქოს ივენზე? ბაქოს ივენზე გვეყოლება დებიუტანტი მეგობრებო. ბაქოს ივენზე გვეყოლება ქართველი დებიუტანტი. ქართველი დებიუტანტი იქნება? ოღონდ ვინ არ გეტყვით ჯერ? ოღონდ იცი როგორ არის პრელიმებიდან მოყოლებული სულ იქნება. ყველა ჯერ. ჩაუ თქვი მაშინ აღას. ეს დაიქათა. არა დაიკათება ქართული დებიუტანტი გვეყოლება შეიძლება ეხლაც უყურებდეთ ანუ ხო ანუ იცი რა არის ბაქო რო არის რა ჩავარდა რა საშუალება და ჩახტა უცბად შორტ ნოტისზე აი რომ პოდკასტებიდან გადავიდა პროფესიონალურ ემემეზე და
გასაოცარი ამბები გავუდებათ წინ. პირველი მებრძოლი იქნება, რომელიც ოქტაგონზე შევა კამერებით. ყველა მებრძოლი კამერებით. პირდაპირ კამერით შევდივარ. მეგობრებო, ხო სხვათა შორის ამ მებრძოლმა გთხოვა რომ იქნება ვოკაუტსონგი დამიდროპოთო ხო, საინტერესო რაც იქნება. ეს კომენტარებში ვერ დავწეროთ, უბრალოდ გეხვეწებით წინასწარ იცოდეთ თანხასთან დაკავშირებით. ანუ ჯენსი რა არის? ავატოპლეერი. ბიჭო, მომისმინე. შენ ვიძროხა ყავდეს, მა. აი, ბიჭო, აი, შენ სიო, ბრატ, ვინ მაგრამ? აი, ვინ რა? რა ვინ რა? მე რა ბაჩემ გვერდში. შემოსიხარულებ. კარგად მეგობრებო და კოპირაიტი არ დაგადეთ. მადლობა. კოპირაიტზე რა? მიდი მოდივარ რა. მე მგონი უნდა დავას. მიდით მოდივართ მეგობრებო. კი. გემში დავივით მეგობრებო.